1600 საჯარო მოხელე პენსიის და სოციალური დახმარების გარეშე დარჩა. ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო სახელმწიფო პენსიის და კომპენსაციების შესახებ კანონების აღსრულება, რომელიც პარლამენტმა 2006 წელს მიიღო. ცვლილებების შეხვდა თბილისის საბინაო ამხანაგობების თავმჯდომარეებსაც, რომლებიც მერიისგან წახალისების მიზნით ფინანსურ დახმარებას იღებდნენ. ამხანაგობების თავმჯდომარეებმა დახმარება მერიას თხოვეს. გიგი უგულავაკი გადაწყვეტილების პოლიტიკურ სარჩულზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ ამხანაგობების თავმჯდომარეების საჯარო მოხელეები არ არიან. მხარეების პოზიციები ნახეთ ნატა ქაჯაიას სიუჟეტში. ველოდები პენსიას 70 ლარის ოდენობით. ველოდებოდი პენსიის გასვას 100 ლარამდე, მაგრამ ეს პენსიაც შემიწყვიტეს, ვინაიდან მე ვარ კორპუსის თავმჯდომარე და ესენი მთლიან, რომ ვარ საჯარო მოხელე. სოციალური მომსახურების სააგენტოდან ფინანსური დახმარების შეწყვეტის ცნობა როზგან ყარყარაშვილის მსგავსად 20-მდე საბინაო ამხანაგობის თავმჯდომარემ მიიღო. უკმაყოფილება პენსიისა და სოციალური დახმარების შეწყვეტის გამო ამხანაგობების თავმჯდომარეებმა დღეს დედაქალაქის მერთან შეხვედრაზე დააფიქსირეს და გიგი უგულავას სახელმწიფოსთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართეს. ალბათ რევოლუცია დაიწყება, აბატიადას არ შეიძლება ამის გაკეთება. სირცხვილია ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ერისთავის. მიმართავ მე კიდევ საკრებულოს. ან დაგვიძახონ ჩვენ, ერთად ვიმსჯელოთ, ან მობრძანდნენ, მარტო იქ ჯდომიცა და იმ გაკეთებით და გადაწყვეტილებით არ ხდება ეს საქმე. საპენსიო ასაკს მიღწეული დევნილი ომის ვეტერანი და სოციალურად გაუცველი მოქალაქეებისთვის შეწყვეტილ დაფინანსებას პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებს გიგი უგულავა და სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებს. მერია მზადაა მოქალაქეებს უფასო იურიდიული მომსახურებაც გაუწიოს. შიხიაშვილის სეკვესტრზე არანაკლები დრაკონულია ის გადაწყვეტილება, რომელსაც დღეს სოციალური სუბსიდიების სააგენტო აკეთებს. ეს არის სადამსჯელო ოპერაცია განხორციელებული საკუთარი მოქალაქეების მიმართ. სოციალური სუბსიდიების სააგენტოს უნდა მოუწოდოთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს დრაკონული გადაწყვეტილებების კასკადი შეაჩეროს. უგულავას ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი. ნოე ქინქლაძის განმარტებით 2006 წელს მიღებული კანონით პენსიის შეწყვეტას ის მოქალაქეები ექვემდებარებიან, რომლებიც პარალელურად შრომით ანაზღაურებას საჯარო სამსახურში იღებენ. ქინქლაძის ინფორმაციით საბინაო ამხანაგობების თავმჯდომარეების გარდა ფინანსური დახმარების გარეშე საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული 1600 მოქალაქეც დარჩა. ასეთი შეჩერებები არ მოხდარა, იმიტომ ალბათ რომ არ იყო ამის ნება. 2006 წლიდან მოყოლებული ყოველი წლის ბოლოს პარლამენტი ახდენდა გაცემული თანხების ლეგალიზებას, ელექტრონიკურ ჩამოწერას და მოხდებოდა პატიება ამ გაცემული პენსიები, უკანონოდ გაცემული პენსიების. და დღევანდელ პირობებში ჩვენ სხვა უფლება არ აქვს, უარ ვიმოქმედებთ ამ კანონებს. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი ეჭვობს, რომ ამხანაგობების პროგრამიდან ჩამოჭრილი 10 მილიონი ლარი ნაციონალურ მოძრაობას პოლიტიკური მიზნებისთვის ჰქონდა გათვლილი. ამხანაგობების თავმჯდომარეების დაფინანსების ახალ კონცეფციას კი შიხიაშვილი 3 კვირის ვადაში წარადგენს. სახალისება გაჩნდა იმის შემდეგ, როცა გაუჩნდათ სურვილი დაექვემდებარებინათ ამხანაგობის თავმჯდომარეები ფაქტიურად ესე ჭხალებში ვიძახი მათი კოორდინატორებისთვის. თითიდან გამოწვეულ პრობლემებს ნუქმნია. ჩვენი სურვილი ის არის სწორედ, რომ რაციონალურად გამოვიყენოთ ყველა ის რესურსი, რაც გაგვაჩნია იმისათვის, რომ ყველაზე მწვავე პრობლემები გადავჭრათ. ერთმნიშვნელოვნად ტყუილია განცხადება იმის შესახებ, რომ ამხანაგობის პროგრამისთვის მოკლებული 10 მილიონი ლარი, ეს იყო ახალისებისთვის გათვალისწინებული თანხა, ეს იყო მთლიანად პროგრამის ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებისთვის გათვალისწინებული თანხა. საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული პირებისთვის დაწესებული შეზღუდვის შეცვლას გეგმავს ჯანდაცვის სამინისტრო. უწყებას სახელმწიფო პენსიებისა და კომპენსაციების შესახებ კანონებში შესატანით ცვლილებები საკანონმდებლო ორგანოში უკვე ინიცირებული აქვს, თუმცა პარლამენტს პროექტის განხილვა ჯერ არ დაუწყია.